ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ჩვენ საუბარს სტუმართან გავაგრძელებთ. დღეს News Voice-ის კითხვებს პირდაპირ ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო შენგელია უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ბესო და გმადლობთ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ტელემაყურებლებს. მადლობთ. ბატონო ბესო, როგორ აფასებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფას პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე? თქვენი აზრით, რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახება აღნიშნული ფაქტი პარტიის სამომავლო გეგმებზე და ხედვებზე? უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ, რომ ესა ნამდვილად არ არის ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, ეს არის ნაციონალური მოძრაობიდან მცირე ჯგუფის წასვლა. იყო ძალიან ბევრი მაგრამ არც ისე მცირე ჯგუფის გასვლა ბატონო ბესო. მოდით მაშინ ასე ვთქვათ, ეს არის დეპუტაციის დიდი ჯგუფის გასვლა, მაგრამ პარტიისთვის ეს არის უმცირესი ჯგუფი, იმიტომ რომ ჯერ მარტო ოფიციალური მანდატიანი წევრი ჩვენ პარტიას ყავს 50000-ზე მეტი და პლუს ამას ყავს 500000-ზე მეტი ამორჩეველი. ჩვენი პარტიის რიგები არ დაუტოვებია არც ერთ ორგანიზაციას, ასე ვთქვათ, არც ერთი ორგანიზაცია, რაიონული თუ რეგიონული არ გადაბარგებულა ამ მცირე ჯგუფთან. ჩვენ შეიძლება დავტოვოს მაგალითად რომელიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაგრამ თავარი აქტივი კოორდინატორები, ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე მუშაობდნენ, აბსოლუტურად ყველა დარჩა ნაციონალური მოძრაობის იდეების გარშემო, ყველა დარჩა იმ თავარი გამოწვევების ერთგული, ვინც აქამდე ჩვენს გვერდზე იყო ამდენი წლის განმავლობაში და თავარი გამოწვევა თითოეული ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის არის ბრძოლა ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს პარტიის ყრილობაზე რამდენად იმოქმედებს ბატონო ბესო, მე ეს შეკითხვა დაგისვით. კი ბატონო, პარტიის ყრილობას რაც შეეხება, თქვენ მოგეხსენებათ, რომ 30 ნოემბერს იქნა გადაწყვეტილება მიღებული პოლიტიკური საბჭოს მიერ, რომ გაიმართება 7000 დელეგატიანი პარტიის ყრილობა, რომელზეც არა მარტო 7000 დელეგატი, არამედ 10000-ზე მეტი ადამიანი იქნება, ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად გვიკავშირდება და გთხოვს რომ მათ მივცეთ მოსაწვევები რომ დაესწრონ პარტიის ყრილობას. ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური ყრილობა, რომელზეც ასევე გაჟღერდება ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, ასევე ამ ყრილობაზე თქვენ ნახავთ პარტიაში ახალ სახეებს და ეს ხელს არ უშლის ამ ჯგუფის გასვლა, ნამდვილად არ უშლის ხელს ყრილობის ჩატარებას. ანუ არც დადებითად და არც უარყოფითად ამ ხალხის გასვლა პარტიიდან არ იმოქმედებს ბატონო ბესო. რაღაც მომენტში შეიძლება იმოქმედოს დადებითად, რაღაც მომენტში შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად, რა თქმა უნდა ძალიან ძნელი არის, როცა წლების განმავლობაში ეს ადამიანები იყო ნაციონალური მოძრაობის წევრები, წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სახელით გამოდიოდნენ, მაგრამ როგორც ასეთი შემოფერხებელი არ არის ეს ყრილობის ჩატარებისთვის. ეს არის შემოფერხებელი პრობლემა, უბრალოდ რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, როცა ამ თავარ პრინციპებს გადაუხვიეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაუხვიეს და მათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის გარეშე საერთოდ ვერ დადებენ ვერანაირ შედეგს. გასაგებია. ბატონო ბესო, თქვენც ფიქრობთ, რომ პარტიას შავი ლაქა ჩამოშორდა თუ თქვენ მაინც ერთიანობის მომხრე იყავით? არა, მე ასე ვერ ვიტყოდი, შავი ლაქა ჩამოშორდა, ასე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ არიანი ადამიანები შავი ლაქა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრება არ არის? რა თქმა უნდა, ვიცი ამ ასე ვთქვათ ფრაზის შესახებ, მაგრამ აქ თავარი არის რა, რომ არიანი ადამიანები, ვისაც პიროვნული პატივისცემა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე დაუშვათ რამოდენიმე პერსონის მიმართ, მაგრამ თავარი აქ რა არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არასდროს არ ყოფილა ერთიან ორი კაცის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს იყო ყოველთვის ამორჩევლების ორგანიზაცია, ეს იყო ხალხის პარტია და აქ გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებდა ხალხი. შესაბამისად, შავი ლაქა იყო თუ თეთრი ლაქა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ამას საზოგადოება უპასუხებს 20 იანვრის ყრილობაზე. ერთი რამ ცხადია, რომ აუცილებლად შევა ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ყველა ის ადამიანი შავ წიგში, ასე ვთქვათ, ვინც უღალატებს ნაციონალური მოძრაობის პრინციპებს, იმ პრინციპებს, რაზეც არის ეს ორგანიზაცია დაფუძნებული, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით. ანუ თქვენ გონიათ, რომ ამ ხალხმა იმ პრინციპებს უღალატა ბატონო ბესო? მე მგონია კი არა, ნამდვილად ასე არის, ის მცირე ჯგუფი, რომელიც გავიდა უღალატა იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის, რომლითთვისაც დაფუძნდა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის სული გული მოტორი და იმიტომაც ყავდა ამდენი ამორჩეველი და იმიტომაც მისცა ქართულმა საზოგადოებამ მანდატი ნაციონალურ მოძრაობას და იმიტომაც აძლევს დღეს მანდატს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანდატებზე მე გკითხავთ ბატონო ბესო, მაინტერესებს არის მოსაზრება, რომ პარტიიდან წავიდა გუნდი, რომელიც ქმნიდა მის პროფილს. თქვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გასცეს თუ არა პასუხის შეკითხვას, რა შანსი აქვს ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას ცალ-ცალკე თუ ყველაფერი ეს მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება?
მე პირდაპირ მოგახსენებთ, რომ ვერ ვისაუბრებ ევროპული საქართველოს შანსებზე, მაგრამ ჩემის აზრით ევროპული საქართველოს დაარქმევენ ისინი თუ რაღაც სხვა საქართველოს, მათი შანსები იგივეა, მაგალითად, როგორიც ქონდა გირჩს ან ახალ საქართველოს ვაშაის ორგანიზაციას ან ყოფილ ადამიანებს კიდევ ვინც გასულები არიან, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ვისაც ქონდა იმის ამბიცია, რომ თვითონ რაღაც ძალიან წონად ფასეულობას წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში, ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ არავის არ გადაულახია ბარიერიც კი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხალხი არის გონიერი, ხალხი არის იმ პრინციპების ერთგული, რომელიც აქ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ დღეს გვყავს 9 მილიონზე გაყალბებულ არჩევნებში გვყავს 9 მილიონზე მეტი ამორჩეველი. თორე უფრო მეტი გვყავს და კიდევ უფრო მეტი იქნება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთადერთი რამ, რასაც ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს, ეს იქნება ბრძოლა გამარჯვებისთვის და თვითმმართველობის არჩევნები იქნება პლაცდარმი 20 იანვრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისა საქართველოში. თქვენ შანსებს როგორ აფასებთ, ბატონო ბესო? თანაბრად აფასებთ შანსებს? თანაბრად ვისთან მიმართებაში? აი მეორე ჯგუფთან, გუნდთან არა, მიმართებაში. თანაბრად არა, ჩვენ ვართ საგზნობ უპირატესობაში და ყოველთვის ასე იქნება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც გავიდა ნაციონალური მოძრაობიდან, არანაირი შანსი არ ექნება ბარიერის გადალახვის. გასაგებია. ბატონო ბესო, მაშინ ასე გკითხავთ, როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა მომავალში ევროპულ საქართველოსთან? გაგრძელდება კონფრონტაცია თუ საკონძო საკითხებზე საერთო პოზიცია დადებით როლს ითამაშებს? რა თქმა უნდა, როცა საკონძო საკითხებზე საერთო პოზიცია არის, ეს ძალიან კარგია და თუ ეს ადამიანები იტყვიან, რომ მათი მთავარი პოლიტიკური შეხედულება არის, რომ უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში, ეს ძალიან კარგი ფაქტორია. თუ ჩვენი ამორჩეველს გამოთხოვნა იყენებული. ჩვენმა ამორჩეველმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი იმის ფასი, თუ რა არის ერთგულება, თუ რა არის ღალატი და შესაბამისად ჩვენი ამორჩეველი გადაწყვეტს ვისთან ვითანამშრომლობთ. მე ასევე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ეს ადამიანები, ვინც ეხლა დატოვეს ნაციონალური მოძრაობა და თავს ევროპულ საქართველოს უწოდებენ და ჩვენი ამორჩევლის მანდატებს იყენებენ დღეს პარლამენტში, თვითონ ეს ადამიანები და ეს ლიდერები თავის დროზე გირჩს, თავის დროზე გიორგი ვაშაძის ორგანიზაციას და სხვა პოლიტიკურ ძალებს უწოდებდნენ მოღალატეებს. შესაბამისად, როცა ეს ადამიანები მოღალატეებს უწოდებდნენ იმ ადამიანებს, ვინც დატოვა ნაციონალური მოძრაობა და დღეს თვითონვე ჩადიან იგივე საქციელს, თავი ისევ თვითონ შეაფასონ ჯობია და არ ისაუბრონ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიხლიჩა. არასდროს არ გაიხლიჩება ნაციონალური მოძრაობა და არასდროს არ ავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ოცნებას, რომ ნაციონალური მოძრაობა დაიშალოს. არა, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იქნება მზარდი პოლიტიკური ორგანიზაცია, ყოველთვის იქნება მასში ახალი სახეები წარმოდგენილი და ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად დაბრუნდება ქვეყნის ხელისუფლებაში. გასაგებია. ბატონო ბესო, თქვენ დარჩით ეგრეთ წოდებული სააკაშვილის გუნდის წევრად. თუ გქონიათ შემოთავაზება ბოკერიას გუნდის წევრებისგან, ყოფილიყავით მათ თანამოაზრეთა შორის? მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ ბოკერიას და მის ნებისმიერი გუნდის წევრს, რომ მათ თავიდან არ განმიხილეს მათ თანამოაზრეებად, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ღირებულება არის ის, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი. მისი დაარსების დღიდან მე ვიბრძოდი ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ და მხოლოდ იმ პრინციპებისთვის, რა პრინციპებზე დღეს დარჩა პარტია და აუცილებელია, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთპიროვნული მმართველი ნაციონალური მოძრაობისა, არის მისი ამორჩეველი და ზუსტად მე ვიდგები იქ, სადაც იდგება ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და ქართველი ხალხი. ჩვენი საქმიანობით, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით, დარწმუნებული ვართ, რომ გავაერთიანებთ ჩვენ ქვეყანას და იმ ყველა სიძულვილს, იმ ყველა ცუდ საქციელს, რასაც ქართული ოცნება ჩადის, ამოძირკვავთ ერთხელ და საბოლოოდ. გასაგებია. ნიკა მელიამ გიგა ბოკერია ამომრჩეველთა მოტყუებასა და საპარლამენტო მანდატების მოპარვაში დაადანაშაულა. ასევე მელიას განცხადებით ის რაც ხდება დიდი ხნის წინ დაწერილი სცენარი იყო. ბატონო ბესო, თქვენ როგორ ფიქრობთ, ბოკერია უგულავა სცენარი მართლა ადრე დაიწერა თუ ასე ვიღაცის მითითებით მოხდა? დღეს ის მცირე ჯგუფი, რომელიც გავიდა ჩვენი პოლიტიკური პარტიიდან, საუბრობს, რომ აქ არაფერი დაწერილი არ ყოფილა, რომ აქ არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა და ასე შემდეგ, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მარკვირვებს და ეს თავარი დადასტურება იყო, როცა საზოგადოება მიხილა, როცა ბატონი გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაწერა თავის Facebook გვერდზე, რომ გიგი თავისუფლება ელოდა და ეს გადაწყვეტილებად გამოაცხადა და შემდეგ თქვა, რომ იცით რამე შემეშალა და ეს რაღაც სატესტო ვარიანტს ვამზადებდი თუ გიგის გამოუშვებდე. ეს თავიდან უცხადი იყო, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებაც იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი. ასევე თავიდან უცხადია, რომ ჩვენ პარტიის წევრები სისტემატიურ
კავშირში ვიყავით წინა საარჩევნოდ ყოველდღურად ოფისში ვხედავდით თუ როგორ იქნებოდა პარტიის საპარლამენტო სიაც და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიდიოდა იქითკენ და ამ გუნდმა შეეცადა ეს ყველაფერი გაეკეთებინა ისე რომ მათი ასე ვთქვათ იმ ჯგუფის გუნდის წევრები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი წინა რიგებში საპარლამენტო სიაში რათა შემდეგ გაყოლოდნენ ეს ადამიანები მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც რომ ერთ-ერთი მთავარი მათი გეგმა იყო ის რომ ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში არ ყოლოდა დეპუტაცია და სწორედ იმიტომ არ გავიდნენ მანამდე პარლამენტიდან მაგრამ ასევე ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის იდგებოდა ისეთ ადამიანებზე როგორც არის მაგალითად ნიკა მელია რომან გოცირიძე წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ დასაბედნიეროთ იმ 27 კაცში არიან ისეთი ადამიანები, ვინც საკუთარ პრინციპებზე დგანან ღმად და არა რომელიღაცა სკამზე ან შემოთავაზებაზე და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ხმას საქართველოს პარლამენტში გვექნება. და ბოლო კითხვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ეგრეთ წოდებული ბოკერიას გუნდის საპარლამენტო არჩევნებამდე რომ გასულიყო, მიიღებდით თუ არა იმ შედეგს, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადო, ანუ მე ვგულისხმობ 5%-იანი ბარიერის გადალახვას თუნდაც ან საპარლამენტო მანდატების მოპოვებას. მე შემიძლია პირდაპირ განვაცხადო სრული პასუხისგებლობით, რომ მაგალითად ზაფხულის პერიოდში საარჩევნებამდე რომ გაეკეთებინათ ეს განაცხადი იმ მცირე ჯგუფს, ჩვენ თუ არ მოგვემატებოდა ხმები, არც ერთი ხმა არ დაგვაკლდებოდა იმ 9 მილიონზე მეტ ხმაზე, რაც ჩვენ მივიღეთ. ეს თუ კი ვინმეს გონია და იგი არის ილუზიაში, რომ ეს ადამიანები ჩვენ ხმებს გაგვიყოფდნენ, ეს ნამდვილად ასე არ არის. დღეს იმასაც იძახიან, რომ პარტია გაყვეს, მაგრამ შემიძლია ნებისმიერ სურვილთან ერთად შემოვიარო მთელი საქართველო, მივიყვანო ნებისმიერი დაინტერესებული პირი ყველა რაიონულ ორგანიზაციაში და ნახონ ადგილებზე თუ რა ხდება. პარტიის აქტივი, პარტიის მთავარი ფუძე ის ადამიანები, ვინც ლოკალურად იბრძვიან, ლოკალურად მუშაობენ პარტიის დონეზე, აბსოლუტურად ყველა დარჩა. სრული უმეტესობა 95% დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში და არც კი უფიქრიათ სადმე წასვლა და გადაბარგება. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ხმებს არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა წინასწარი გაყოფის შემთხვევაში. გასაგებია. მადლობთ ბატონობესო, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე კი მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენს კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო შენგელია პასუხობდა. ბატონობესო, გემშვიდობებით. დიდი მადლობა 20 იანვრის შემდეგ განახლებულად ნაციონალური მოძრაობა იბრძოლებს საქართველოს ერთიანობისთვის. მადლობთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას.